მოგესალმებით. ეს არის მილენიალი, მე კი ნუგრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ისევ ვისაუბრებთ აღმოსავლეთზე, ახლო აღმოსავლეთზე და დღეს ვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი, ირანისტი ვასილ პაპავა. მადლობა რომ გვესტუმრე და რა თქმა უნდა, რაზე უნდა ვისაუბროთ? უნდა ვისაუბროთ ახლო აღმოსავლეთზე და ირანზე კონკრეტულად. მიმდინარეობს, გამოუცხადებელი პრინციპში ომი, ამას სხვა არაფერი არ ქვია გარდა ომისა. და ცოტა ჩემი გადმოსახედიდან იმის მიუხედავად რომ მე ახლა Facebook-ზე ხვდება რატომღაც ერთი მხარე ერთ ქვეყნისკენ არის და მეორე მხარე მეორე ქვეყნისკენ არის. მე არ უყურებ ამას როგორც რაღაც ფეხბურთის მატჩს, მე უყურებ იმას რომ საქართველოს ამით საქართველოს პოზიციიდან ვცდილობ რომ დავინახო და ხვდები რომ კარგი არაფერი არ ხდება ყოველთვის საქართველოსთვის. რეალურად ის რაც განახორციელა ისრაელმა ჩემი აზრით არ იყო ყოველ შემთხვევაში მორალურად, ეთიკურად სწორი. არანაირი საერთაშორისო სანქცია, არანაირი ესე იგი რაღაც მონაცემები რომ მართლა შეიძლებოდა ამის გამო დაწყებული იყო კონფლიქტი. ხო, აი უბრალოდ ადგა დაარტყა ეს რამოდენიმე გენერალი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლა, მეცნიერი არის მოკლული. შენ როგორ აფასებს უბრალოდ აი ეს მოვლენება ხო არ შეიძლება იყოს მარტო ესე იგი ცალკეული შემთხვევა. ეს არის რაღაც დიდი პოლიტიკის ნაწილი. აი რა პოლიტიკის ნაწილია ეს იქნება აგვიხსნა. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებას. ყველაზე აქტუალური თემა დღესდღეობით არის ირანი, ანუ უკრაინის ეს კონფლიქტი მრავალწლიანი გადაიდო უკრაინა პლანზე, გამომდინარე იქიდან რომ არანაკლებ დამანგრეველი და მე ვიტყვი გაცილებით უფრო დამანგრეველი იქნება არა მარტო რეგიონის, ასევე სოფლიოზეც დიდად აისახება ის მოვლენები, რაც რეგიონში მიმდინარეობს. თუ პროცესები რა თქმა უნდა განვითარებული იყო იმ გზით, რაც ჰქონდათ გაცხადებული, ანუ რეჟიმის დამხობა და შემდეგ უკვე რა პროცესები მოყვებოდა ამას, თავისთავად ეს კატასტროფულად უარყოფითად აისახებოდა რეგიონზე. ახლა ეს დიდი სახელმწიფოები, მათ ამ კუთხით ნაკლებად ექნებოდათ ის ზიანი, რაც რეგიონს მოსაზღვრე ქვეყნებში. სამხრეთ კავკასია უშუალოდ ესაზღვრებოდა 90 მილიონიანი ირანის დესტაბილიზაცია, აი დადებითად როგორ უნდა აისახოს საქართველოზე, ჩვენ არა ვართ ისრაელი ან ისრაელის რაღაც ტიპის სახელმწიფო, რომ შევძლოთ რაღაც საფრთხეები ავკვეთოთ. ეს იქნება დევნილების ნაკადი, ამ დევნილთა ნაკადს კიდევ ისეთი ელემენტები, რომელიც შემდეგ გახდებიან ინსტრუმენტი გარეთ ძალების ხელში, რომ შიდა დესტაბილიზაცია მოახდინონ და გააგრძელონ ის თავიანთი გეოპოლიტიკური თამაში, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს და გადმოიტანონ სხვა რეგიონში, სადაც მათაც გააჩნიათ ინტერესები. ახლა თვითონ ისრაელის პოზიცია რამდენად ეთიკურია, სწორია. უყურეთ, მანდ ისრაელის საერთოდ როგორც სახელმწიფოს მოქმედება რეგიონში, არაბულ ქვეყნებთან ძირითადად შემდეგ უკვე ეს 4 ომი გადატანილი არაბულ ქვეყნებთან და შემდეგ უკვე ეს მცირე შეტაკებები, ეს კონტრტერორისტული ოპერაციას როგორც უწოდებენ ამას, ხო? იქ ხამას იქნება ჰეზბოლა, ხუსიტები. ეს ყველაფერი, ანუ ისრაელის გადმოსახედიდან აი ჯდება ეს სწორად აქ ნათქვამი, სწორად ისრაელის გაგებიდან ვიძახი მე, შეიძლება აი თანხმებოდა, შეიძლება არ ეთანხმებოდა. მოშე დაიანი ეს ყველასთვის ცნობილი ისრაელის გენერალი ეს პირატისის როგავს ხო ცალთვალი რო არ ქონდა. ცალთვალი ხოდაშორის დაკარგა ჯერ კიდევ მე ისრაელის შექმნამდე ეს რო იყო პარამილიტარისტული ორგანიზაციები, ირგუნი და შემდეგ პალმახი, ეს ებრძოდნენ პალესტინელებს, რათა ის თვითონ რო ტერორისტები, ტერორისტული მეთოდებით და ბრიტანელებსაც, იმიტომ რომ ბრიტანეთის მანდატის ქვეშ იყო ეს ტერიტორია იმ პერიოდში. ამ პერიოდში დაკარგეს თვალი. აი ეს გენერალს აქვს ასე სიტყვები. ესე იგი, ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ებრაელების და მათი ოჯახების დახოცვა. ამის ძალა არ გვაქვს რომ შევაჩეროთო დახოცვა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და გვაქვს იმის ძალა რომ ის მაღალი საფასური დავაწესოთო ებრაელთა სისხლისთვისო. იმდენად მაღალი რომ არაბულ საზოგადოებას და მათ ჯარებს არ ექნებათ სურვილი ეს ფასი გადაიხადონ. იგივე მეთოდით მოქმედებს. ნებისმიერ სახელმწიფო, ვინც ეწინააღმდეგებოდა ისრაელს, გამოეთიშა ანტიისრაელულ პოლიტიკას. დაწყებული აი გადავხედოთ კონტექსტში, მარტო მოკლე იმას არ შევხედოთ დღეს რაც ხდება. ლოგიკურად, ჯაჭვურად რო გავავლოთ თვალი ისრაელის დაარსებიდან რა პროცესი მიმდინარეობდა 48 წელს რო დაარსდა.
14 მაისს მეორე დღეს არაბული ქვეყნები დაესწრო თავს, ხო? ეგვიპტე, ტრანსიორდანია, იქ კიდევ ის ერაყი შეუერთდა, შეეცადნენ მოესწროთ, მაგრამ ისრაელმა დაამარცხა ისინი. შემდეგ 67 წლის ომი. როდესაც ეს ეგვიპტეს ძირითადად მეთაური ის იყო გამალ აბდელ-ნასერი, მისი თაოსნობით სირიას შეუერთდა, დაამარცხა 6 დღიან ომში. შემდეგ იომ ქიფურის ომი, როდესაც რევანშის აღება შეეცადნენ, მაშინაც დაამარცხა. როგორ შეიცვალა მაშინ ეგვიპტეს პოზიცია? ანვარ სადათი ჩავიდა იმაში იერუსალიმში, თელ-ავივში, გამოვიდა ქნესეთში სიტყვით და სინის ნახევარკუნძულის დაბრუნების სანაცვლოდ სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა, ანუ ანტი-ისრაელურ პოლიტიკას შეწყვეტდა. შემდეგ დარჩნენ სხვა გარკვეული ესეთი მეტნაკლებად ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც გამოთიშვა მოხდა სხვადასხვა ეპიზოდებში. სადამ ხუსეინი, შემდეგ სადამ ხუსეინმა აიღო ეს ესტაფეტა, შეეცადა ბირთვული იარაღის შექმნას, ეგ სხვათა შორის დასავლეთი აქტიურად ეხმარებოდა ამას. ახლა ბევრი კი იძახეს დასავლეთის ის არის ფორპოსტი, რაღაც კუთხით კი არის ფორპოსტი, მაგრამ უნდა ხაზი გაუსვათ, რომ ამერიკის ფორპოსტია. დასახდნენ, იმიტომ რომ დასავლეთი აქტიურად ლობირებდა პალესტინელებს. და მათ მოძრაობს იასირ არაფატი და ამ წინააღმდეგობას და ბირთვული რეაქტორები სადამ ხუსეინს მიყიდა საფრანგეთმა. და ტულო პირველი პარტია ეს რამოდენიმე რეაქტორი სად არ მახსოვს, აუფეთქეს ტულონში. ჩემ კიდევ სანამ გაემგზავრებოდა ერაში და შემდეგი პარტია უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ, რამოდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა ერახში, ოზირაკის ის ცნობილი ის ლაბორატორია, ეს ბირთვული პროგრამაზე მომუშავე. და 83-ში თუ არ ვცდები, თუ აი და 80-იანების დასაწყისში ისრაელმა განახორციელა სპეცოპერაცია, როგორც დღეს ვხედავთ ჩვენ ირანის ტერიტორიაზე, რომ ბირთვული ობიექტები დაბომბა სხვადასხვა ქალაქებში, ხო, იქ არსებული ლაბორატორიები. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არის ასევე არაერთი ცნობა, რომ სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა ისრაელმა ეს თავდასხმა ერაყის ბირთვული პროგრამა გაინადგურებინა. და ერთ-ერთი მარშრუტი იყო ირანის ტერიტორიის გავლენა. ირანმა ყველა სადაზრო ის ინფორმაცია მიაწოდა, მაშინ ომი ქონდა გაჩაღებული ირან-ერაყის, რომელიც 8 წელი გაგრძელდა. და ყველა სადაზრო ინფორმაცია მიაწოდა ისრაელს, იმიტომ რომ ბირთვული ერაყი ირანის დამარცხების თვალსაჩინო იქნებოდა. და არა მარტო ისრაელის მარცხი რეგიონში და ეს გამოთიშეს. შემდეგ ეს რომ დასრულდა 8 წლიანი ომი ერაყთან, არ ქონდა ირანს ისეთი ძალა, რომ რაღაც აღედგინა ეს თავისი დანაკარგი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო, ადამიანური, რომ რაღაცა ისეთი სახით წარჩენილი იყო, გააქტიურებული იყო რეგიონში, რაც დაუპირისპირდებოდა დასავლეთს. არა და მისი პოლიტიკა ანტიდასავლური იყო შახის დამხობის შემდეგ. შემდეგი მოთამაშე მუამარ კადაფი, ისიც ძლიერ აფინანსებდა პალესტინელებს შეერაღებულ ფორმირებებს, ისიც გამოეთიშა. ბოლო იყო, ასე რომ იტყვიან, კუბოზე, ასე რომ დააჭედეს ლურსმანი, ეს იყო ბაშარ ასადის. ძირითადი არაბულ ქვეყნებზე მაგ ჯერ საუბარი და ირანი ახლა არაბული არ არის, ანუ არაბული ქვეყნებიდან ყველა გამოთიშა. სუნიტური სახელმწიფოების. დარჩა ირანი, ვინც თავის რეგიონულ პოლიტიკაში ანტიისრაელურ იმას ახორციელებდა. 79 წლიდან მიდიოდა ეს პროქსი ომით დაპირისპირება ისრაელთან. ჰეზბოლა, ხამასი, ხუსიტები ცოტა მოგვიანებით გააქტიურდნენ, ეს 90-იანის მეორე ნაწილში, მეორე იმაში მიწურულს და 2000-იანების დასაწყისში. აი მაშინ გააქტიურდა ხუსიტები. მანამდე მან არ იყო ესეთი ანტიისრაელური ის. და ახლა დარჩა ბოლო ეს ირანი, არაბული სახელმწიფო, რომელიც ესე იგი ბირთვული პროგრამა წარმოადგენდა საშიშროებას, ну როგორც თვითონ აცხადებდნენ, საშიშროებას წარმოადგენდა და თვითონ ირანის ეს ანტიისრაელური განცხადებები, რიტორიკა და ქმედებები პროქსი ომებიდან გამომდინარე, რაც ისრაელის წინააღმდეგ გაწარმოებდა. თავისთავად ლოგიკურად შეიძლება ვივარავდოთ, რომ თუ ბირთვული იარაღი შექმნა, ну მაშინ რა უნდა დააკლო. ხო, აქედან გამომდინარე ეს მიუღებელი იყო როგორც ისრაელისთვის და მის მოკავშირეებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ქობინების საკითხი ხომ არის მეორე, რამდენად ექნება. ახლა ბედოდემა კი განაცხადა, რომ რუსეთი მზადა გადასცეს, ეგ არ ვიცი უბრალოდ განცხადება ალბათ, მაგრამ ქობინების ნაწილი რჩება მე ეს ნაწილი. როგორ უნდა გაუშვას ირანიდან ისრაელში.
სხვა თემა ეს სხვათა შორის ეს ამაზე მე ქართული გამოკვლევა არ წამიკითხეს, უბრალოდ ინგლისურად თუ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს და ისიც უნდა შეაკოწიწო ერთ სურათში. აი თვითონ ბირთვული იარაღები როგორ განავითარა ინდოეთმა, ჩინეთმა, ჩინეთი გასაგებია იქ საბჭოთა კავშირის ის იყო ჩრდილოეთ კორეა და პაკისტანი. ხა პაკისტანის ხა იქ ვიტყვით შეიძლება დასავლეთმა, ხო? კი დასავლეთიც იყო, მაგრამ იქ ჩინეთიც აქტიურობდა. ხო. ხო, აი როგორ თავსდებოდა ხა პაკისტანი დასავლეთის მოკავშირედ ითვლებოდა ყოველთვის, ითვლებოდა. მაგრამ ბოლო პერიოდში ხედავთ რომ ფსონიდება ინდოეთზე. ასეთ ვითარებაში აი ეს ღერძი ყალიბდება რომ პაკისტანი, ჩინეთი და აქეთ უკვე ირანთან. ამიტომ რომ ახლა ინდოეთთან ესეთი ის აქვს დაპირისპირება პაკისტანს რომ ეს ბირთვული ის რომ არა, იარაღი, გადაყლაპავდა ინდოეთი, მან და რანაირი შანსი არ ექნებოდა რესურსებიდან გამომდინარე. ესა შემაკავებელი ის, იგივე ირანის შემთხვევაში. ანუ გააჩვენა ამ 12 დღიანმა ომმა ომს უწოდებენ უკვე. ამას 12 დღიანმა ომმა რომ მისი სამხედრო, ესე იგი, მანქანა ახლოსაც ვერ მივა ისრაელის სამხედრო მანქანასთან. ახლოსაც ტექნოლოგიურად და გასაგები ამას კიდევ ერთვის ზედ ის სადაზვერო მონაცემები, რაც ისრაელმა მოიპოვა. თუმცა ირანი თითქმის 30-ჯერ არის დიდი საქართველოს, თუ არ ვცდები, ან თუ 25 ჯერ. ირანი ბევრი ევროპულ სახელმწიფო დიდ სახელმწიფოზე დიდია. კი. და 90 მილიონი. ესე იგი, აი ამ მთელ ტერიტორიაზე შენ მოიძიო, სად არის ბირთვული ისინი ლაბორატორიები, კათობით არის, კონკრეტულად რომელია საკვანძო, რომელშიც უნდა მიიტანო იერიში. ეს არ არის ახლა რუკაზე დატანილი და გუგლში ვერ ნახავ ინფორმაციას. ესე იგი, ადგილობრივ რეზიდენტურა აგენტურული ქსელებით მოპოვებული ინფორმაცია წლების განმავლობაში ამას ერთ კვირაში ერთში მოიძიეს. და იმიტომ განახორციელა ისრაელმა ეს სწრაფად ელუსებურად ეს დარტყმები. დრონებიც ხო ირანის ტერიტორიიდან იყო ესე იგი გაშვებული. ეს ხო იმას ნიშნავს რომ ქვეყანა რომელიც ბირთვული იარაღისთვის ემზადება დაზვერვა ჩაუვარდა. კი, თავისთავად ეს უკვე ირანელებიც ამაზეც საუბრობენ. უბრალოდ ღიად ახლა თადის, მაგრამ მინიშნებები არის რომ შიდა უსაფრთხოების ჩავარდნა როგორ? ჩავარდნა გენერლები სად რომელ იმაში იქნა ლიკვიდირებული ადგილას. ის გენშტაბის უფროსი მოჰამედ ბაყერი მოკლეს სახლში. კორპუსი კი არ აფეთქეს. პირდაპირ საძინებელში სადეძინა იქ დაარტყეს. ეს ინფორმაცია საიდან როგორ უნდა მოიპოვებინა? ახლო გარემოცვიდა. უსაფრთხოების ზომები რატომ არ ქონდათ მიღებული? სახლში რატომ იყვნენ? როდესაც ესე მდგომარეობა ბუნკერში რატომ არ იყვნენ? სადღაც ხო რატომ არ იყვნენ? ხო, ნუ ასე დაემთხვა რომ იმ მომენტში იყვნენ სახლში. იქ ქალიშვილის დაიღუპა მას გენერალ ბაყერის სახლში იყო. ეს კორპუსი არ აუფეთქებია, ახლა კორპუსი იცოდე კორპუსი სად არის და მთლიან დაწიე, მაგრამ კონკრეტულად იმ საძინებელში ხა ბინაც ხო პატარა არ არის და იქ დაარტყეს სადაც ეძინა და აი ესეთი წერტილოვანი დარტყმებია ქირურგიული სიზუსტით, ნუ უკვე მეტყურებს რადონის მაღალ საფეხურზეა ისრაელის დაზვერვა ირანის ტერიტორიაზე და ირანის სპეცსამსახურები სხვათა შორის არ ჩამოუვარდება ახლა ბევრ ახლო აღმოსავლურ ქვეყნებს და აქ აღსანიშნავია ისიც მე ბევრჯერ მაგ ამაზე ნასაუბრები დაწერილიც მაქვს, რომ ირანის საგარეო დაზვერვა შახის დროიდან შექმნა ისრაელმა. იმიტომ რომ ამერიკა შეუქმნა ძირითადად ეს სავაქი შახის სპეცსამსახური, მაგრამ ის იყო ორიენტირებული შიდა უსაფრთხოებას და შახს უარი განუცხადა ამერიკამ საგარეო დაზვერვის შექმნაზე, იმიტომ რომ ეს უკვე ესე იგი კონტროლის მექანიზმი კარგავდა, მას სჭირდებოდა უბრალოდ ეს ცივი ომის პერიოდში საბჭოთა გავლენების წინააღმდეგ ეს აგენტურული ქსელები აღმოეფხა და ამ კუთხით გაეტარებინა ამერიკის ინტერესები, მაგრამ საგარეო დაზვერვა უკვე ირანის ინტერესების გატარებას ითვალისწინებდა. რა მოკავშირეები იყო და თუ ამერიკამ, როდესაც ამერიკამ უარი განუცხადა, ისრაელი დათანხმდა. იმიტომ რომ დე ფაქტო ირანმა ერთ-ერთი პირველი იყო თურქეთის შემდეგ აღიარა სხვათა შორის დე ფაქტო აღიარა, დე იურე და ნუ დიპლომატიური იმით გაცვლა არ იყო. თუმცა არაოფიციალური ელჩები იყო, გაცვლა არაოფიციალური. და ჭიდო თანამშრომლობა ჰქონდათ ისრაელთან ყველა სფეროში. ბიზნესში, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, კულტურული განათლების სფეროში, სამედიცინო სფეროში და ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და სამხედრო მრეწველობაში. ახლა ბალისტიკური რაკეტები, ხო, ირანი. საფუძველი აი ამ ბალისტიკური რაკეტების წარმოებას ჩაიყარა ზუსტად ისრაელთან თანამშრომლობით. 77 წელს დასაწყისში ამუშავდა ეგრეთ წოდებული პროექტი ყვავილი
რომლის შესახება არც ამერიკის შეერთებული შტატებმა იცოდა და არც არავინ გარდა ისრაელისა და ირანის მხარეს. ირანი დებდა ფულს, ისრაელი აწვდა ტექნოლოგიას. ბალისტიკური რაკეტები, რომელიც გათვლილი იყო თუ არ ცდები ზუსტად, ესე იგი 2000 კილომეტრის მანძილზე, რომ მისი არეალი, სადაც შეიძლება მას გაფრენა. და სხვათა შორის აი ამ პროექტში სადაც ამუშავებდნენ ამ ბალისტიკურ რაკეტებს, მათ შეეძლოთ ესე იგი ბირთვული კომბინეზი გადატანა. მაგრამ ამაზე საუბარი არ იყო მაშინ. ამაზე ხალხს არ უსვამდნენ, იმიტომ რომ უბრალოდ ჭირდებოდა ბალისტიკური რაკეტების, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შახის ესე იგი ეს ბირთვული პროგრამა ძალიან მაგარი დონეზე იყო განვითარებული და ბევრი წყაროები აქვს, რომ 80-იან წლებში უკვე შახი ბირთვულ იარაღს შექმნიდა. ამის გათვალისწინებით ეს რომ იუაბად ახლა ისრაელის ბალისტიკური რაკეტები და შახის ეს პროგრამა იმ ტემპით როგორც მიდიოდა. აი ჩვენ მივიღებთ უკვე 80-იან წლებში ბირთვულ ირანს პროდასალური შახის მეთაურობით. აი ესეთი ის ურთიერთხმობიცხავისა რომ დასავლეთმა შეუწყო გარკვეულწილად და მაშინ ირანი დასავლეთის ის იყო ერთ-ერთი პროპოსტი, კი მოკავშირე იყო. კი რადიკალურად შეიცვალა რევოლუციის შემდეგ ეს ტექნოლოგიები და ეს ყველაფერი ისრაელმა გაზიდა რაც მოახერხა. ისე ერთ შეკითხვა სულ ეს აი ბუნებრივად ეს არის შიიტური სახელმწიფო. რომლის ირგვლივაც მაინც არის სტრული გარემო. სტრული გარემო არის ახლა ძირითადად სუნიტები არიან, იქ რელიგიური ფაქტორის გარდა ეთნიკური ფაქტორის არის თურქული მოსახლეობა და თურქულენოვანი მოსახლეობის ფაქტორი არის და ნუ ისტორიულად ირანი ყოველთვის პროდასავლური ქვეყანა იყო, ქრისტიანებთან კარგად თანამშრომლობდა მოკლედ. რა ვერ გაიყო აქ ისლამურმა ხელისუფლებამ და დასავლეთმა ერთმანეთში რატო ვერ მოახდინეს შეთანხმება, რა იყო ის, რატომაც ვერ შეთანხმდნენ. ეს აი თქვენამდე მყავდა ბაკო ხელაძე, მაგრამ რომ ნუ იქ ესეთი ახლო აღმოსავლეთის ისტორიას თუ ეცნობე, იქ პირადი ესე იგი ისტორიებიც უნდა იცოდე, რა განწყობების იყვნენ ლიდერები და ასე შემდეგ და ამ ფაქტორებმა განსაზღვრა და არა მაინც და მაინც გეოპოლიტიკურმა ლოგიკებმა. სრულად ვეთანხმები ამას და ამას ერთვის ბევრი კიდევ სხვა ფაქტორი. რომელზეც ახლა ეს დეტალურად გავშვი. ესე იგი, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მიუხედავად იმის, რომ ყველა წინაპირობა რევოლუცია, ანუ აფეთქება სოციალური მომხდარი იყო, შახმა შექმნა. მაგრამ გარე ფაქტორი იყო დამაგვირგვინებელი, რამაც განაპირობა თვითონ შახის რეჟიმის დამხობა. დასავლეთი უჭერდა მხარს იმ რევოლუციას. არანაირი მხარდაჭერა შახის რეჟიმის გადარჩენისთვის არ ამოუჩინა. საერთოდ არანაირი. განცხადების დონეზე ერთხელ უბრალოდ ჯიმი კარტერმა, ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ირანს. უბრალოდ ვერსად ვერ მოვიძიე მასალა, რა სახით დაუჭირა მხარი. ბოლო-ბოლო იმის დემონსტრაციების დასაშლელი, ესე იგი, რეზინის ტყუები და ეს ცრემსადენი გაზიც არ მიაწოდა, ერთი პარტია მიაწოდა იქ რამოდენიმე ეს კონტეინერი და ამით დამთავრდა დეკემბერში. სხვა არანაირი მთელი პრესა რო გადავხედოთ, ამოქეკოთ დასავლეთის 78 წლის აგვისტოდან და შახის დამხობამდე ერთ სტატიას ვერ ნახავთ შახის სასარგებლოდ. ანუ ჩამოწერ ფონი შექმნილი იყო. ის უნდა დაემხოთ. თავისთავად ამანაც როლი ითამაშა ეს დემორალიზაციის კუთხით. ახლა როგორია ახლა დასავლეთის მოკავშირე ხალხ 10 წელი შექმნილი ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო მანქანა და რეპრესიული აპარატი მოხდა ესეთი აფეთქება სოციალური, გამოვიდნენ ეს სასულიერო პირები და ხელს უბოჭავ განახორციელო რეპრესიები. ახლო აღმოსავლეთი, მოსულის არის ეს უხეშად პონტი. მასე ხწყდება მან საკითხები, ძირითადად. და ახლა დასავლეთ თუ ადამიანის უფლებების, ნუ ახლა ეს სასაცილოა უბრალოდ, რომ ადამიანის უფლებებს უპირატესობას ანიჭებს ვიდრე პირად ეკონომიკურ ინტერესებს. იქ არ დაემხო ინტერესები, რადგან შახის პოზიცია ნავთობის საკითხში იყო ურყევი. იმიტომ რომ როდესაც 73 წელს იომ ქიფურის ომში დამარცხდა არაბული ქვეყნები, მათ ხო ემბარგო გამოუცხადეს დასავლეთ. შახმა არ გამოუცხადა. მაგრამ ნავთობზე ფას აწევას და ლობირება გაუწია. ზუსტად შახი ასე ვთქვათ, ტყავიდან ცრებოდა და მისი დამსახურება იყო ზუსტად ნავთობის ფასის გაუთხმაგება. სადაც 3 ესე იგი $3.5 თუ არ ვცდები ღირდა მაშინ ეს
გამოცხადებამ ემბარგოზე და გახდა $12-13 და 73-ში თუ ირანმა 10 მილიარდი დოლარი მიიღო ნავთობისგან შემოსავლეს, 74-ში 40 მილიარდი მიიღო. კონტროლიდან გავიდა ასეთი ადამიანის კონტროლი, ახლა ძნელია. დაუახლოვდა საბჭოთა კავშირს და ვარშავის პაქტის ქვეყნებს. დაიწყო ბევრი არაღის შესყიდვა ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში და საბჭოთა კავშირში. დაიწყო ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება საბჭოთა კავშირთან. ის გაზი, რომელიც ჩვენი წინაპრების თაობა თბებოდა 70-იან წლებში, ის ირანული გაზი იყო. საბჭოთა კავშირთან ერთად განხორციელებული. თუ არსები 1200 კილომეტრიანი გაზის მილი გაიყვანეს სამხრეთ ირანიდან საბჭოთა კავშირში. თუ გადავხედავ დეტალებს, აი დეტალებს არ მნიშვნელობა. ხო მოკავშირე იყო შარლი. ხო 53-ში ხო ამერიკის CIA მოიყვანა და ბრიტანული სპეცსამსახურება. ანუ აქედან ესე იგი ადამიანს ესე იგი ძნელად წარმოსადგენია რომ ასეთი ადამიანი ახლა მოიყვანა ესე იგი მარიონეტი ხარ დამხობამდე. მის პოლიტიკას ატარებს მოსადიყმა ნავთობის ნაციონალიზაცია მოახდინა შახი რო დააბრუნეს დასავლეთმა ეს ისევ აჩუქა ისევ დააბრუნა. ასე არ იყო. რა თქმა უნდა ნავთობის საკითხში მას თავდაპირველად მოუწია დათმობების წასვლა. მაგრამ 73 წელს უკვე ირანმა მოახდინა მთელი ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია. ესე იგი მოპოვება, გადამუშავება, შენახვა და ტრანსპორტირება. მთლიანად ირანი განკარგავდა ამას. ინფრასტრუქტურა იმ დონემზე იყო უკვე ეს მოდერნიზებული. და რო გადახედო იმ პერიოდის პრესას, მერე იწყება ზუსტად იმ 70-იან წლებიდან იწყება თურმე შახირის დიქტატორი. და 60-იან წლებში არ იყო დიქტატორი, თუ ასე მიუდგეთ. ციფრია გაქანებული, ხო? 60-იან წლებში იყო ეს პიკი. ბრძოლა მემარცხენე ტერორისტულ ორგანიზაციებთან. მაშინ არ იყო რეპრესიული. თუ უცებ შეიცვალა ასე. ნუ აი რო განუდგა დასავლეთს ამ კუთხე, ამ ბევრ საკითხებში. აი მანდ უკვე ამუშავდა დასავლეთის ჯერ საინფორმაციო ეს ნიადაგის შესაქმნელად, ძირი რო გამოეთხარა და შემდეგ უკვე მუშაობა აი ამ ოპოზიციურად განწყობილ იმაზე. სეგმენტზე ირანის საზოგადოებაში. ეს აღმოჩნდა სასულე პირები. აი აქ დაუშვა შახმა უკვე ისეთი გამოუსწორებელი შეცდომა, რომ შეეძლო ამის მოგვარება პირველ რიგში სასულე პირებთან. აი სასულე პირებთან რო არ ქონოდა ის ურთიერთობა ასე გაფუჭებული, ვერანაირი რევოლუცია არ მოხდებოდა. საპროტესტო ის იქნებოდა, მაგრამ იმის რესურსი ჰქონდა ირანს, რომ ეს პროტესტი ჩაერჩო, როგორც ფინანსური, ასევე რეპრესიული. მაგრამ სასულე პირებთან ეს დაძაბულობა ბევრი რაღაც, აი პირადული იმაზე ახსენდა. პირადული რა იყო ახლა? 73 წელს შახმა დაიწყო ეგრეთ წოდებული თეთრი რევოლუცია. ფორსირებული ტემპებით ვესტერნიზაციის ზემოდან ქვემოთ. ზემოდან ქვემოთ. თეთრი რევოლუცია შახისა და ხალხის ასე დაარქვეს. პროპაგანდისტული ის მიეცა წითელი რევოლუციის საპირწონედ. ანუ წითელი გიერთება სიცხლზე ქვემოდან ეს ბნელი მას ლუმპენ პროლეტარიატს ეძახ. აი მასებიდან და თეთრი რევოლუცია ზემოდან ხდება ეს განათლებული მონარქიის მეშვეობით. თავარი ის რა იყო ამ კომპონენტების მიწის რეფორმა, ქალების ემანსიპაცია, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, კაცებთან ესე იგი უფლებებში გათანაბრება, ანუ სასამართლოში განქორწინებაზე ქალის სიტყვაც იყო გადამწყვეტი, თუ მას არ სურდა ქმართან ცხოვრება და განქორწინება სურდა. ქმარი წინააღმდეგიც რომ წასულიყო, ის უკვე არგუმენტად არ ითვლებოდა, ასე არ იყო მანამდე. თლიანად ჩამოაშორა სასულე პირები განათლების სფეროზე. ანუ სეკულარული გახდა ეს მთელი ეს დაწყებული ბაღებიდან სკოლა, უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. თლიანად ჩამოაცილა სასამართლოს. ანუ შარიათის კანონებზე არ იყო. საერო დასავლური კანონმდებლობაზე იყო დაყრდნობილი ირანის მაშინდელი სასამართლო კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი და ასე შემდეგ. შემდეგ კონტროლი დაუწესა მეჩეთებზე, შემოწერილობაზე. მიწები ჩამოართვა. ვინც ხმა ამოიღო სასულე პირი, თითქმის ყველა დააპატიმრა. თითქმის ყველა დააპატიმრა. დღევანდელი ხელისუფლების არქივებში უკვე ხელმისაწვდომია ეს მასალები. ახლა ხელოვნური ინტელექტი თარგმნის შეუძლია იქ სიტყვით თარგმნოს რა არის. მან წერია ახლა ის არქივები საიდუმლო მოეხსნა. აი ყველა ქადაგებას იწერდნენ სავაქის აგენტები, შრომის სამსახურის. რასაუბრ სადმე რო შენიშნავდნენ ისეთი რაღაც გადახრას, რომ ირიბად კრიტიკას გავრცელებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ მიმართ ხორციელდებოდა რეპრესიული ზომები. დაშინება, დაკითხვა, დაბარება, შემდეგ გადასახლება.
ლიკვიდაციები თითქმის არ ყოფილა და 1-2 შემთხვევისა. ანუ არ მოუკლავს ახლა ეს სასულიერო პირები ასე და მაგრამ დევნა იყო შევიწროება აკრძალო ლექციების, დახურვა სემინარიების და ასე შემდეგ, კონტროლი და ნუ ახლა ესეც ფსიქოლოგიურად ანგრევს ახლა ადამიანის იმას, ხო? შენ სამართლისაუბრს რო აშინებენ და ემუქრებიან, ახლა ცივილის პირობებში ახლა თავზამცემი იყო ახლა ესეთი რომ სავაქსო ახსენებენ და ეშინოდა. შიშის ფაქტორი იყო შექმნილი. ასეთ ფონზე სხვათა შორის ეს ახლა ალი ხამენი დღევანდელი სასწავლებელი 7 ჯერ იყო დაბადემრებული და ნაწამები. აი პირადული. პირველ ახლა ბევრი აიათოლა არ შემორჩა ეს არ დაიცვალა იმ რევოლუციის პერიოდიდან, მაგრამ ყველა იყო დაბადემრებული. აი ვინც მოვიდა ხელისუფლებაში და ბევრი მათგან ნაწამები. ეს უკვე პირადული. და ახლა დასავლეთის მიმართ რადიკალური დამოუკიდებლობა, აი პირადულიდან რო ავიღოთ, ესე იგი დასავლეთ უჭერდა მხარს შახი ატარებდა იმ რეფორმებს, რაც უკვე ჩამოთვალე. ამ რეფორმებმა ჩამოაცილა სასულიერო პირები ყველაფრისგან და იყვანა კონტროლზე. უკვე პირადული იყო. ვინც ხმა გამოსვა პროტესტი, ისინი რეპრესიის ქვეშ მოხვდნენ და აწამეს. ეს უკვე პირადული, ანუ ესე იგი თუ დასავლეთ ამას უჭერ შემხარ, ესე იგი შენ ამარხებ და ამის გამტარებელი ხარ და რაღაც ალოგიკური იქნებოდა, რომ ისო პროდასავლური გამختარიყო ირანი, დარჩენილიყო იმ კურსზე, ეს ხალხი რომ მოვიდა, ეს ნაწამები ხალხი და დატერორებული მოწყვეტილი ამ იმას სოციალურ კეთილდღეობას, რაც იმ პერიოდში შეინიშნებოდა ირანში. აი ეს ხალხი მოვიდა. პლუს ამას დავემატეთ უკვე ის გეოპოლიტიკური მომენტები, სოლიდარობა, ისლამური სოლიდარობა და ასევე ეს მსვლელობები ირანის რეგიონული გავლენები გაეფართოვებინა უკვე ისლამური ეს რადიკალიზმის აი ამ გავრცელების ფონზე. ესე იგი როგორ უწოდებენ მაგას ისლამური რევოლუციის ექსპორტი. ეს იყო 80-იან წლებში, მაგრამ ეს ჩავარდა და სხვა კუთხე დაიწყო ირანმა უკვე მოქმედება ამ პროქსი ჯგუფების დაფინანსება. ეს ამდე გადავალდა ერთ შეკითხვა მაგ. აგერ არის სამეზობლოში ერაყი, რომელთანაც 8 წელი ომი ჰქონდა. გააქვს პრობლემა ქურთებთან, გააქვს პრობლემა თურქულენოვან მოსახლეობასთან. და ნუ აქ ახლა ნახეთ, რომ ყარაბაღის ომში ირანი იყო გარკვეულწილად ფაქტორი იმის, რომ რაღაცა პროცესები უფრო ღრმად არ შევიდა, ხო? იქ იყო ალიევის ამბიციები ცოტა დაეთრკუნა. რატომ მიდიხარ, როდესაც ესეთი ცუდი ახლოს სამეზობლო ხავს, რა გინდა ისრაელთან, ხო, გასაგებია რომ ეგ რიტორიკულად შეგიძლია ეს რა თქმა უნდა აწარმოო, მაგრამ რატომ დებ, აი სირიაში რა გინდა? როდესაც შენ ესეთი რატომ დებ ამ ხელა თანხებს, როდესაც შეგიძლია უფრო მეტი თანხა ჩადო ახლოს სამეზობლოს კონტროლისთვის. ხო, ნუ ეს გეოპოლიტიკური ღერძი იყო, ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ღერძი. როდესაც ერაყში შიიტები მოვიდნენ ხელისუფლებაში სადამის დამხობის შემდეგ. აი ერაყის გავლით სირია მაშინ ახლა პროირანული იყო და ახლა სირიასთან კავშირები ჯერ 80-იან წლებიდან მოდის. იმიტომ რომ სირია, ესე იგი ეს ასადის ოჯახი რომ მოვიდა, ანტიდასავლური მასი იყო ყოველთვის. 70-იან წლებში შახთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. იმიტომ რომ პროდასავლური იყო ეს ანტიდასავლური მას პოლიტიკას ატარებდა. ასადი ებრძოდა ისრაელის ინტერესებს, ირანი პირიქით ეხმარებოდა ისრაელს. რაც საჭიროებდა იყო იმ პერიოდში, რაც ირდებოდა. შეიცვალა რევოლუციის შემდეგ. ირან-ერაყის ომის დროს სირია ეხმარებოდა ირანს. არადა ის ფუნდამენტალისტური რეჟიმი შეიქმნა თეოკრატიული ირანში, სირიაში ულტრასეკულარული იყო, ანუ ისლამისტური მას ანადგურებდა, მაგრამ გეოპოლიტიკური, ანუ რელიგიას უკვე აქ საკითხი არ ჰქონდა. როგორც ყარაბაღის იმას რო ახსენეთ, ხა ის ქრისტიანულ სომხეთს უჭერდა მხარს, მაგრამ მუსლიმურ აზერბაიჯანს არა. აი ეს გეოპოლიტიკური გათვლები, რაც ალბათ უფრო აზერბაიჯანული მოსახლეობის სიმჭიდრო დასახლებით არის განპირობებული ირანის აზერბაიჯანის საზღვართან, ხო, რამდენი მილიონია, 15-20 მილიონი. და პრეცედენტი იყო ეს ავტონომიური აზერბაიჯანის სამხრეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ხო, საბჭოთა ჯარი რო შევიდა იქ 51-ში და 46-ში რო შეიქმნა. აი ეს შიშები, ეს რაღაცა ისრაელთან მჭიდრო კავშირები აზერბაიჯანის, ანუ ამ კუთხით არ შექვამენ საფრთხეთ. ანუ ესე იგი იქიდანაც შეუძლია ისრაელს ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედოს. კონკრეტული ისტორიული ბაზა ანტიისრაელური განწყობის სხვა არ არსებობს გარდა იმისა, რაც ჩამოთვალე. აი ეს რომ მცდელობა თავის ანტიდასავლური პოზიციიდან, ანუ ეს არის მთავარი ის ლეიტმოტივი, რაც ანტიისრაელ როგორ უნდა იყოს ლოიალური ისრაელისადმი, ანუ წყნარად. როგორც სხვა სახელმწიფოებია, ნავთობმონარქიებია, არავინ არ იღოს თავს. ის რო შევადაროთ თურქეთი და ირანი.
ერდოღანიც გამოდის სიტყვებით ისრაელის წინააღმდეგ, მაგრამ რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ აი აზერბაიჯანში თანამშრომლობდნენ ებრაელები და თურქები, სირიაში სიამბლეში თანამშრომლობენ, ესე გამოდის, იმიტომ რომ ახლა ხელს ნამდვილად არ უშლიან ერთმანეთს. მაგრამ რიტორიკა აქვს ესეთი, ხო, რაღაც აგრესიული. არ ვიცი, რამდენად სწორია, მე მგონი 7 მილიარდი დახარჯა ირანმა იქ ხო, სირიაში. 20 მილიარდია საუბარი, ხო, ესე იგი უფრო მეტი დაუხარჯია. აი რა შეჭირდებოდა 20 მილიარდის დახარჯვა? როდესაც მაგალითად ხო აქ ვიცი რომ ჩილოთ ირანის პროვინციებში გაზი არ არის გაყვანილი, არის მთელი რიგი სოციალური პრობლემები. სხვა გეოპოლიტიკური გზები ვერ გამონახა გარდა იმისა, რომ ჩავარდე პროექტში ჩადო ფული. ხო, ახლა ძნელია ახლა ვამტკიცო, აი რამდენად სწორი იყო, რამდენად არა, უბრალოდ როგორ აღიქვამდნენ ირანელები ამას. ახლა თალიბების რეჟიმი რო დაამხეს და ამერიკული ბაზები შეიქმნა, ხო? აზერბაიჯანი არა რაღაც. აზერბაიჯანის ის გასაგებია იქ ისრაელთან თანამშრომლობა. ანუ ეს კალში ექცეოდა. ხო, კალში ექცეოდა. ამერიკული ბაზები ავღანეთში, ამერიკული ბაზები ერაყში. ნავთობმონარქიებში ამერიკული ბაზებია. და აქედან გამომდინარე, ჩემს ტერიტორიაზე რო არ მოხდეს აქცენტირება, ემბრკალის. როგორი ახლა ავღანეთთან ახლა ჩვენ სიტუაციიდან გამომდინარე, ახლა რუსული ბაზები რო იყოს თურქეთის მხრიდანაც, სომხეთის მხრიდანაც და აზერბაიჯანის მხრიდანაც. აი ესეთი იმაში იქცეოდა ყველა მხრიდან ის მეტოქე, რომელიც მისი ესე იგი რეგიონული მეტოქე იყო შახის დამხობის შემდეგ, აი ასე აღიქვამდა საფრთხეს. ამიტომ რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაეტანოს სხვა ტერიტორიაზე, სხვა მიმართულებაზე, იქ დაიხარჯათ მათი რესურსი. და ეს ხანგრძლივი ეს როგორ ჯაჭვი გავაბათ ისე ჩვენ რო ვისაუბრეთ იქ როგორ გამოთიშეს ანტიისრაელური განწყობილი სახელმწიფოები არაბული. და უკვე ეს მივდივართ 7 ოქტომბრამდე. ისრაელზე თავდასხმა, იქ ბევრი კითხვებია ძალიან. შემდეგ ხამასის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია, ჰეზბოლას სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია, იემენზე მასირებული შეტევები, ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობა და უკვე გადავიდა მიუახლოვდნენ ირანს. ამ კუთხით ესე იგი ირანი გამოდის მართლა თავისი მტკიცებით, ხო? ანუ ირანისკენ იყოს ყველაფერი. ირანის პოზიცია გასაგებია. ხო, მაგრამ თუ აი სხვა შეკითხვას შეიძლება დავსვათ. თუ შეეცვალა ირანს პოზიცია, ცოტა შერბილებული ხო არ შეიძლება ახლა 60 წლები 80 წლებიდან მოყოლებული ის ლოზუნგები და ის ლეიტმოტივი იყოს საგარეო პოლიტიკაში მუდამ, აი როდემდე 200 წელი უნდა იყოს, რაღაცა ხო იცვლება, ყოველთვის ხო ის არ არის ანტიდასავლური და ის რაღაცა, მაგრამ უცვლელია ეს ირანში და ეს გახდა ზუსტად ასე რომ ვთქვათ მიუღებლობის ის მომენტი, ხო, ეს შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და ირანი ვერ შეგუა ამ ცვლილებებს და ცდილობდა ბოლომდე შეენარჩუნება ეს გავლენები. საკმაოდ დიდი რესურსი დახარჯა სირიაში. 10,000, მე როგორც ვიცი, 100,000-ზე მეტი, 120,000 შიტი მოხალისე გაგზავნა ბაშარ ასადის გადასარჩენად. თუმცა იმდენად ეს ძირმომპალი იყო თვითონ ასადის სისტემა. იმდენად რომ ეს რუსეთისა და ირანის ჯარების გარეშე ნოლი ჩამოექცა, ჩამოემსხვრა ყველაფერი და ფაქტიურად გამარჯვებული გამოვიდა. მაგრამ იდლიბიდან ჩამოაშალეს, ჩამოამსხვრიეს. ანუ იმდენად იყო არაპოპულარული, კორუმპირებული და არაკომპეტენტური. ფაქტიურად გაერთიანდა უბრალოდ ქურთულ რეგიონებს არ აკონტროლებდა და რიგ რეგიონებს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ ნაწილში სირიის, იდლიბის პროვინცია. დანარჩენი თითქმის განადგურებული იყო ეს ისლამისტური დაჯგუფებები. და ეს რეჟიმი დაემხო. ირანელებიც იქ იყვნენ, რუსები იქ იყვნენ. ბევრს კი წერენ ისე ღალატეს. მაგრამ სხვა ინფორმაციაც არის, აფრთხილებენ. შეუძლებელია იქ 30,000-იანი ისეთი ეკიპირებული ეს ხაიათ ახილაშამი. შენ არ იცოდე იქ რა ხდება. აგერ ახლა ეს როა ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია ცხინვალის. ახლა რო გადახვიდე იქ დაგიჭერენ. ერთი ადამიანი უიარაღო. იქ დრონები და რა შეიარაღება ყო და ბაშარ ასადის ჯარი რაღაც გაძვალტყავებული ჩანდა მათ მოწ. არ ჩანდა ეს წლების განმავლობაში როგორ მზადებოდნენ სამხედრო დაზვერვა არ მუშაობდა რუსეთის ირანი. იცოდა აწუნე, მაგრამ არის ომის და ახლა ბაშარ ასადმა თუ არ გაცემ ბრძანება დახმარების და რაღაცა ძალით როგორ უნდა ჩარეულიყო.
მაშინ თხოვნა იყო ოფიციალური რუსეთი რო ჩაერთო. თვითონ რეჟიმს არ ესურვოდა ახლა ირანელი არ იყო მზად ისე 100,000 გაიგზავნა თვითონ თუ არ ომობენ როგორ უნდა გადაარჩენს რეჟიმი და ამიტომ ჩამოიშალა ეს ირანის ეს ერთ-ერთი საკვანძო ეს ფორპოსტი. ჩამოიმსხვრა. აი ანალიზის ტაქტიკაში რო გადავიდეთ. აი ირანული სტრატეგია, გეოსტრატეგია. პრინციპში ბოლო პერიოდში მარცხები განიცადებს თელრიგ მიმართულებით. ეს რისიბრალია, არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა ხავს, ობიექტური მიზეზებია, იმიტომ რომ ნუ ხა უნებრივია ფინანსებით და ტექნოლოგიებით ჩამორჩება ისრაელსაც და ნუ შეერთებულ შტატებს ხო ჩამორჩება და ჩამორჩება. თუ კიდე არსებობს კიდე სხვა ფაქტორები, რატომაც მოხდა ეს ჩამოშლა. ჩამოშლა რა დამარცხება ეს მარცხი. ეხლა ერთი ფაქტორი არის, ყველაფერი ერთად არის. სანქციები თავისაშორ. ჩვენ ნახეთ რომ ირანის სამხედრო კომპლექსი მთლიანად ნუ შეიძლება რაღაცა ჰქონდათ ეს ჰაერ საწინააღმდეგო, მაგრამ ის უცებ იქნა განადგურებული. აქ უკვე სადაზვერვო სფეროში აქვს ჩავარდა უსერიოზულესი, რომ ეს მოხდა. 60% ეს საჰაერ საწინააღმდეგო სისტემა იქნა გამოყვანილი წყობიდან პირველ საათებში. ახლა ესე იგი ჰქონდა რაღაცა და უფრო ესე იგი შეეძლო ხო რაღაც ზიანის მიყენება ისრაელის ავიაციისთვის, მაგრამ თავიდანვე გამოთიშეს ეს მისი თავდაცვა, ანუ როგორ აქ ჩავარდა აქ შიდა მართვაში, დაზვერვაში. აი აქ მოუწევთ ახლა მათ ამ მიმართულებით მუშაობა. პლუს არაკომპეტენტურობა ახლა ისეთ როგორ არის ახლა ირანელ სამხედროებზე ახლა ვერ იტყვი უცოდინერები არიან. უბრალოდ უნდა გადახედო ვინ არის მეორე მხარეს. და რომელ ტექნოლოგიურ საფეხურზეა. ისრაელი და ამერიკა ახლა სად არიან ეს 22 საუკუნეში არიან ტექნოლოგიურად ირანთან შედარებით. ირანს დღემდე გააჩნია ეს შახის-დროინდელი დატოვებული თვითმფრინავები, მოდერნიზებული. ну არა ფინანსური სანქციები ძლიერ უთხრავს ირანის ამ კომპონენტს, რაც აისახა კიდევაც აგერ ამ კომპლექსში. ეს ყველაფერი ერთად იქ არაკომპეტენტურობაც იქნება თავისუფლად. მთლიანად არაკომპეტენტურები არიან, ვერ ეთქვი, იმიტომ რომ არაკომპეტენტური ხალხი ასეთ გავლენას ვერ დაიკავებდა, როცა იყო ეს ამის შესაბამისი პირობები. ეს არაბული გაზაფხული რომ მოხდა იქ. ირანის გავლენები ბევრგან იყო და საგრძნობი იყო. ეხლა შესუსტა. შესუსტა იმიდან რომ რესურსები არ იყო. სხვა გეოპოლიტიკური თამაში დაიწყო. უფრო გააქტიურდნენ მისი რეგიონული მეტოქეები. გამოთიშეს სათითაოდ ყველა ეს ირანის პროქსი ძალა და უკვე მიადგნენ ირანს და შიგნით უკვე გამოჩნდა რამდენი ბევრი ხარვეზები აქვს თვითონ ამ თავდაცვის სფეროში და უსაფრთხოების სფეროში. ვერ გაუტოლდებოდა ვერანაირად ახლა დღეს რო საუბრობენ აი ირანი დამარცხდა, აბა უნდა მოეგო. ამ ტიპის ომს ირანი ვერ მოუგებს. შანსი არ აქვს, თეორიული შანსი არ აქვს. უბრალოდ დაბომბა არ აქვს ტექნოლოგია უბრალოდ. თუ იმას კი არა ვერ გამოიყენა არ აქვს ტექნოლოგია განვითარებული და აი სახმელეთო იმაზე აქ უკვე აი ეს იქნება მათი მაშველი რგოლი. აი სახმელეთოზე ვერაფერს ვერ უზავ. ხო, კი არა ვერ დამარცხებენ. თუ მეგონი ესე უშუალოდ ინტერვენციას არც არავინ არ აპირებს. ხო, არა ეს უბრალოდ ამაზე საუბრობდნენ, ბევრი ის იყო ჩვენ დაწერილი რომ სახმელეთო ის იქნებაო და რთული გეოგრაფიული არეალია, მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა არის 90 თითქმის 100 მილიონამდე შემდეგ აწლეულში შეიძლება უკვე 100 მილიონი იყოს, ხო? და რთული არ თუ ავღანეთში ვერაფერი ვერ ქნეს, აქ უფრო გაუჭირდება. თან ახლა ირანის რეჟიმის იმაზე ჩვენს იმას სეგმენტზე საუბრობ, ეს უფრო ძირითადად დასავლური პრესის ნარატივების გადმოტანა ხდება. ანუ ახლა ამან მე როგორც ახლა ირანის და რეგიონის კვლევარს მიჩვენა რომ აი რამდენად არ ვიცით ჩვენ ახლოს სამეზობლო. საერთო წარმოდგენა არ აქვს. ირანთან ხო რამდენი ომები ქონდა, ხო, დავისწავლა და ახლა ირანის ბალექში ყობა ცოტა ისეთია რაღაც არ ჯდება, ხო, ისტორიულ კონტექსტში პირადულიც აქვს ახლა მნიშვნელობა რამდენი ასობით ათასი ქართველი შეეწირებოდა საუკუნოვან ბრძოლებს, ხო, უცხოდა ახლა. შეუძლებელია და ალოგიკურიც იქნებოდა, მაგრამ აქ სხვა მომენტი დგება ახლა. ის დრო არ არის, ირანს შახები არ მართავენ, არ არის ისეთი ჩვენს მიმართ რადიკალური, მაგრამ აქ რუსეთთან ტანდემში მოქმედება, ეს აღიქვება ავტომატურად ანტიდასავლური მისი პოლიტიკა, ну არ ჯდება რაღაც ჩვენ იმაში წარმოდგენაში, ახლა როგორ უნდა ვიყოთ, ვთქვათ, კარგ ურთიერთობაში ამ დაპირისპირების ფონზე. საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა რა ტიპის რეჟიმია. აი ირანის რეჟიმის დამხობა, აი
უბრალოდ გაკვირვებას იწვევდა, ანუ ვინ უნდა დაამხო. აი სადამ ხუსეინის შემთხვევაში პიროვნულად ჩამოთვლიდი ის სუნიტური უმცირესობის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ბიუროკრატია, ბიზნესი, სპეცსამსახურების მეთაურები და ბაასის პარტიის მაღალჩინოსნები. Всё, ეს და იქ რაღაც მხარდაჭერა. მორჩა ეს. იგივე ასადის შემთხვევაში. ირანის შემთხვევაში ვინა ეს? ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე რო ის გაჟე. და რა, უმაღლეს სასულიერო პირი მოკალი და რა, შემდეგ ვინ იქნება მან? ჩამოიშლება ის და რანაირად ეს? სახელმწიფოს მართავენ სასულიერო პირები. თეოკრატიული ამ კუთხით. ესა მეჩეთები, 60,000 მეჩეთი. აი 100,000 მოლა არის. ანუ როგორ უნდა დაამხო მეჩეთი? რადგან აი ბოლოსში მივდივართ, სწორედ ეს კითხვა მქონდა ზუსტად. რეალური ოპოზიცია ეხლა ირანში არის თუ არა ჯერ ეს მაინტერესებს, მაგრამ თუ არის ვინ არის? ქვეყნის შიგნით ოპოზიცია არ არის. ის ვინც ხელისუფლებას ოპონირებს, ის მოქმედებს იმ კანონმდებლობით და იმ პოლიტიკური თამაშის ჩარჩოში, რაც შეიქმნა 79 წლის შემდეგ პერიოდში. ამის იგლუმინსი არის. კი ოპონირება პოლიტიკოსების თქვა მთავრობის კრიტიკა, პრეზიდენტის კრიტიკა, ეს მოსულა სხვადასხვა ჯგუფებს, მაგრამ ეს არ ცდება აი ამ ისლამური რეჟიმის ფარგლებს. სხვა თემა, სხვა აი პროდასავლური და რაღაც ესეთი. აი პროდასავლური თუნდაც ისეთი, რომელიც არ იქნება. არა, ოპოზიცია ამ კუთხით არ არსებობს. არსებობს უბრალოდ ეგრეთ წოდებული კონსერვატიული ბანაკი და არსებობს ეს ლიბერალური ბანაკი. ადრე ეხლა მე არ ვიცი შეგეთ რა ხდება, მაგრამ ისლამური რევოლუციის პერიოდში ძლიერი იყო მემარცხენე და ჯგუფები. კი, ყველა გაანადგურეს. აღარ არსებობს. არ არსებობს, ყველა გაანადგურეს. ისინი ძირითადად იყვნენ მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციების წარმოდგენილი. ახლა პარტია თუდე, კომუნისტური პარტია უფრო ესეთი ხანგრძლივი არსებობა ქონდა მაგას, გავლენა არ ქონდა მასებზე. იმიტომ რომ ის ლოზუნგები რაც ის გადაგებდა შახის პერიოდში, აკრიტიკებდა. შახმა ის რეფორმები ყველა გაატარა. გამოიცალა ბაზა, ანუ რა უნდა დაუჭიროთ ხარი, თქვა მიწის რეფორმა, მიწა ჩამოვართო დაურიგა გლეხებს. ესე იგი სოციალურ საკითხებში რაღაც ნაბიჯების გადადგა. და ერთ-ერთი გახდა ეს უბრალოდ რეპრესიული ის. აბა როგორ ხსნე შენ იმას, ანუ მარტო დარწმები იყო ეს მიზანი? ხო ოფიციალურად ის იყო რომ მე გამოვიდა ნეთანიაჰუს და მოუწოდა ირანელებს რომ მოდი გამოდითო. ანუ მართლა როგორ გონია, მართლა ჯეროდათ რომ გამოვიდოდა ხალხი თუ ეს უბრალოდ ის ნაწილი იყო რაღაცა და ფორმალური ნაწილი იყო. მე ვფიქრობ აქ იყო ასეთი ტიპის რომი ახლო აღმოსავლეთში მე არ მახსენდება. რომ ერთ სახელმწიფოს ასეთ მანძილზე განახორციელებინოს ასეთ ტიპის სამხედრო ოპერაცია, მოეკლას იქ მაღალჩინოსნები, დაებომბოს მისი ბაზები და ბირთვულს დავანებთ ბაზები, ხო, სამხედრო ბაზები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ასეთი ტიპის კონფლიქტი მე არ მახსენდება. სხვა ტიპის ის არის. ეს განცხადება რაც მოყვა რეჟიმის ცვლილებაზე. ნუ მე დღეს ახლა თუ გუშინ მოაყოლეს რომ არაჩვენა გეგმაში არ ქონდა, მაგრამ ხო გაჟღერდა რაც ეს ყველა ამას ატრიალებდა. იქ გამოჩნდა ტახტის მემკვიდრე შახის ბოლოშვილის ბოლოშახის შვილი, უფროსი შვილი, ტახტის მემკვიდრე რეზა ფეხლევი. აი ემიგრაციაში ის უალტერნატივოა რეზა ფეხლევი. იმიტომ რომ შახის რეჟიმის დაბრუნება ეს ავტომატურად ასოცირდება პროდასავლურ კურსთან, ესე იგი პროდასავლური, ესე იგი სანქციები მოეხსნება, ესე იგი კეთილდღეობა მოსახლეობის გაუმჯობესდება და შეწყდება ეს რეგიონული კონფლიქტები. ამასთან ასოცირდება და პირად თავისუფლებებთან. სხვადასხვა შახის რეჟიმი არასდროს არ ეოდა ადამიანის პირად ცხოვრებაში. რა გაცვია რა ვარცნობა გაქვს ისტანბულა გოგოსთან გარეზე სეირნო ავით კოცნია რა ვიცი. მოლად ახლა მუსლიმურ სახელმწიფოში რაღაც მაინც ნორმები არის ახლა შენ შორტები და ტროსით მეჩეთში ვერ შეხო. ხო არ უნდა გაგიჟდა სული თავისუფლების იმით რომ იძახო თავისუფალი რაც მინდა ისე არა. რაღაც ისინი იყო ასეთი მიუღებლობების ის, მაგრამ პირად ცხოვრებაში საერთოდ არ ერეოდა, მაგრამ პოლიტიკურ სფეროში რაც ანტიშახური ის იყო ელემენტები იქ უნდა რეაგირება და დღევანდელ პირობებში ეს არ არის, ეს ხო იცით, ახლა ეს მორალის პოლიცია. ხო, მორალის პოლიცია, დრესკოდი და ეს მაინც რაღაცნაირი ბოჭავს ადამიანს, იმიტომ რომ ახლა უნდა ეს პირადული ცხოვრება ხო და შეიძლება პოლიტიკურში ის გეთახმება, მაგრამ პირადული აქვს და ეს პირადულის დაუტოვე. მარტო სახლის ფარგლებში არა. სახში ახლა დადიან იმით, ჩადრიდან იმით, მაგრამ გარეთ უნდათ ეს და
ამ კონტექსტში ეს ალტერნატივაა რეზაფეხლები. ქვეყნის შიგნით მსგავსი ტიპის ის არ არსებობს, ყველა განადგურებულია. უღრმესი მადლობა სამწუხაროდ დრო ამოიწურა. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ აღმოსავლეთზე, ახლო აღმოსავლეთზე საუბრებს, გვეყოლება სტუმრები და საჭიროა, უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეში, რომ საჭიროა ჩვენი უახლოესი მეზობლების აზროვნება ვიცოდეთ მათი პოლიტიკური რეალობა, მათი პოლიტიკური იდეოლოგიები, შეხედულებები და გეოპოლიტიკური სიტუაცია. იმისთვის რომ ადეკვატურები ვიყოთ. ჩვენ გვჭირდება ადეკვატური ხედვა. ეს ადეკვატური ხედვა კიდე მოდის ინფორმაციებიდან და მსჯელობიდან. სწორედ ამიტომ დაწერეთ კომენტარები, აუცილებლად გიპასუხებთ, გავმართოთ დისკუსიები და გქონდეს ვიყოთ აქტიურები. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე. Yeah.